მე მინდა ერთი ადამიანი, თქვენ ერთმანეთს იცნობთ, უბრალოდ რაღაც იმიჯის თემა, ახლა შენ დირექტორი ხარ, ხო? დირექტორი ხარ, ახლა მანამდე ჟურნალისტი იყავი მთელი ცხოვრება, მაგრამ უცბად ხარ დირექტორი ხარ, რაღაც იმიჯი გჭირდება, ხო, რაღაცა დირექტორის მე ესე ვფიქრობ რა. პარამიას თქვენ ვწვით იმით, ჩვენ მუშაობთ და არის ერთი პიროვნება. დირექტორი რო გახდა ეს თმები მერე თქვენ გაუკეთეთ ეს. კი და ხელითაც რო ესეთ მას ისტორიას ეს ჩვენი ნასწავლია, ეგ ასწავლა პირადად კოკი ცვარაძემ. ჩვენი იმიჯმეიკერია ძალიან კარგი განთქმული ქალაქში. განთქმული ქალაქში და მინდა რომ შენთანაც აი პირდაპირ რომ გაიგო რომ შენ აქ იყავი, შენზეც ვიცი რომ შენზეც ბევრი აქ ნამუშევარი. როგორ მაინტერესებს დი. მობრძანდი კოკი, გამარჯობა. გამარჯობა. როგორ ახარ ჩემი კარო? კარგად თავად რო ანუ როგორ ახარ? კარგად, მადლობ თქვენ. კარგად, რა ვიცი, კარგი ხანია შენთან არ ყოფილვარ. დიდი მადლობა რომ მოიცალეთ ჩვენთვის და იმიტომ რომ ვიცი რომ დაკავებული ხარ. როდესაც გავიგე რომ ინგა აქ იყო, აუცილებლად მოვიცლიდი, რა თქმა უნდა. ხო, მიდი რა, ნუ აი გაინტერესებს ამბები ამ არაჩვეულებრივი გოგოს შესახებ, როგორ ხარ ჩემო კარგო? კარგად. თვალყურს გადევნებ და კარგად კი არა, არაჩვეულებრივად ხარ, უმაღლეს ხარისხში ხარ. მიხარია შენ რო თვალყურს მადლობა. აუცილებლად როგორ შეიძლება ისე და როდის დაიწყო ანუ ეს ყველაფერი იცი 90-იანებში ვიპოვე ია სამტრედიაში. ია დია. არა, ინგა არა, მაშინ ია ერქვა. როდესაც მე ვიპოვნე, მაშინ ერქვა ია და ხდები აი როგორი სახელი, რომ ია და საერთოდ მარტო ორი ხმოვანისგან შემდგარი სახელი, მივხვდი რომ რაღაც ვერ იმუშავებდა და დავამატე ორი თანხმოვანი. ნუ და ეს ნუ და ასხადაშორის ერთად დავაწყვილეთ მე ინგა, აი ესე გავაკეთეთ და ეს იყო გრიგოლი, ანუ ეს 90-იან წლებში იყო, ანუ იცი როგორ მოხდა, მე მივდიოდი მაშინ მატარებლით მგზავრობდი, დასავლეთისკენ მივდიოდი და მატარებელი გაჩერდა სამტრედიის ვაგზალზე. და სხვათა შორის მაშინ ინგა, ну მაშინ ჯერ კიდევ ია, ინგა ესე სამტრედიის სადგურზე ყიდი და ყავას ვანო. ხვდები, ანუ მაშინ ყავები ახლა ზესტაფონში რო არის, ეს ზესტაფონში მე გადმოვიტანე, თორე იქამდე ყავის მექა იყო სამტრედია. ყავის მექა საერთოდ იყო სამტრედია, იქ ყიდი და ყავეს და იცი რა დროა, აი 90-იანი წლებია და ეს ყავა, როგორი ყავა იყო, იცით, ყავის ყავა კი არ იყო, სოიოს ყავა იყო. და აი ამის მე როგორ წავედი სამტრედიიდან, ანუ ლანჩხუთს რო გავცდი, იქაც კი ამის ხმამეს მოდა ყავა, ლატე, ამერიკანო, კაპუჩინო და მივხვდი რომ აი ძალიან დიდი პოტენციალი ექნებოდა ტელევიზიაში, ზოგადად კამერების წინ და მაშინვე იქედანვე დაურეკე ჯულიეტა ვაშაყმაძეს, მაშინ ჯულიეტა კურირებდა სატელევიზიო მაფიას. ხო და ჯული მეთქი მომყავს. მეთქი სასწაული მომყავს. წამოვედით იქედან, წამოვიყვანეთ მე უკვე თბილისში და სხვათა შორის დავიწყე მაშინ რა იცი, აი იმდენად თვითონ ითხოვდა, იმდენად გამორჩეული იყო, იმდენად ესეთი ენერგიული, აი რაღაც არაამქვეყნიური მუხტი ქონდა. მინდოდა რომ აი რაღაცნაირი ლეგენდა ინგაზე შემეცნობით, აი ლეგენდა ინგაზე. ვიფიქრე ძალიან ბევრი, თავიდან ვიფიქრე რომ სხვათა შორის მოვიკითხე და რა აღმოჩნდა, ნახეთ, მეთქი ეს გრიგოლია, მეგრული გვარი, იმერეთი საიდან, თურმე აღმოჩნდა რომ მის ბაბუას, დიდ ბაბუას გაუკეთებია ძალიან სკანდალური სიუჟეტი ერთ-ერთ მეგრელ თავადზე ადრე და გადმოხვეწილან იმის შემდეგ იმერეთში. ძალიან მომეწონა ეს იდეა, მაგრამ მივხვდი რომ თვითონ ვერ იმუშავებდა და ვიფიქრე რა იცი რომ მინდოდა რომ აი ეს მისი ენერგეტიკა რაცა ვიფიქრე რომ ინგა გრიგოლია შეიქმნა ჭექა ქუხილისგან. აი ესეთი ლეგენდა დამედო. მითი რომ ინგა გრიგოლია ჭექა ქუხილისგან შეიქმნა, მაგრამ ამას უფრო იქეთ მივყავდით რაღაც ბერძნული მითოლოგიისკენ. შემდეგ ვიფიქრე რომ საიდან შეიქმნა, საიდან წარმოიშვა ინგა. მოვიფიქრე ესეთი ლეგენდა. სამტრედიის მაგისტრალზე მიდიოდა ველოსიპედი, რომელმაც აისხლიტა ქვა, ეს ქვა მოხვდა ავტომობილის საქარე მინას, მინა გაიბზარა და ბზარიდან წარმოიშვა ინგა გრიგოლია. ძალიან კარგი იდეა. სულ მაინტერესებდა ესეთი საიდან გავიწყე და ეს. საიდან მე მაშინ სხვათა შორის. ეხა მივიღე პასუხი. კი, ის პერიოდი მე მაშინ მხედრიონთან მუშაობდი, რაღაც ანტიდეპრესანტებს ვიღებდი და საოცარ იდეების კორიანტელი მქონდა. ერთი ვერსია მქონდა ლეგენდის ესეთი, რომ ლეგენდა ყოფილიყო ესეთი, რომ ინგა გრიგოლია წარმოიშვა ზღვის ქაფისგან. მაგრამ ამას ცოტა ბათუმისკენ მივყავდით და ესეც არ მინდოდა, ვიფიქრე და შემდეგ მოვიფიქრე ესეთი ლეგენდა, რომ იყო სამტრედიელი ბრძენი, რომელმაც ღამით ნახა ცუდი სიზმარი, მეორე დღეს, როდესაც სამტრედიელი ბრძენი ამ ცუდ სიზმარს წყალს უყვებოდა, აი ამ წყალს ონკანიდან გამოყვა ინგა გრიგოლია და აი ამ ლეგენდამ იმუშავა, ანუ აი ამ ლეგენდამ მედია სივრცე გააპო. აი
რამდენიმე არის სხვათა შორის ძალიან ესეთი თვალსაჩინო წარმომადგენელი ამ თაობიდან. აი მაგალითად გავიხსენოთ ისევ ერთ-ერთი ჩემი უსაყვარლესი გიორგი თარგამაძე, ხო? გიორგი თარგამაძე არაჩვეულებრივი იმიჯი, ხო? არაჩვეულებრივი იმიჯი მუშაობს, რომელიც მოვარგე რაფინირებული ახალგაზრდა დახვეწილი მანერებით. მარად რაფინირებული ახალგაზრდა დახვეწილი მანერებით. მარად, რა თქმა უნდა, მარად ახალგაზრდა. რამდენი წლის წინ გავიცანი და ისევ ხო, ერთი ნაოჭი არა აქვს. გავგიჟდი, მე დავბერდი ყოველდღე სარკეში ვეძებ ამ. აი, კოკის იდეები მუშაობს. არა და ესე არ არის სინამდვილეში ინგა. სინამდვილეში წნევებიც აწუხებს, რევმატიზმებიც აქვს, მარილები აწუხებს, მაგრამ იმიჯი როგორ მუშაობს? არაფერი არ ეთყობა. აწუხებს. კიდე მინდა გითხრა აი შენს თანამოქალაქეზე. აი ძალიან გაბრაზებული ვარ კახიზე, აი კალამ გამაგიჟა. დედას გეფიცები ძალიან გამაბრაზა. ეგეც ხო შენთან იწყებდა. შენთან იწყებდა და ძალიან კარგად ეგეც შრომელი ბიჭი მომყვებოდა ბოლომდე ამ სამტრედიელ ბიჭს, მოვარგე თბილისის მერის იმიჯი, მომყვება ბოლომდე და აი აქ რა გააკეთა ეს ტო, სად გაეპარა გამაგებია. აი სად გაექცა ეს ტო? ამას ხო ჯობდა ისე მოდილარიენ ეთქვა ან რაღაც. აი ხა ტო მე სად გავალაგო ეს ტო? გადით გადაშენ. აი ამას ყველაფერს რა სამტრედიული გამოთქმა ხალხო. გადა ბებია ჩემმა იცოდა ხოლმე რამე თუ არ მოეწონება და გადაშენდი აქედან აი ხო და რაღაც ესეთი მერჩია იმას კიდევ გამოვასწორებდი სხვათა შორის ინგას პოლიტიკაში წასვლაც ჩემი იდეა იყო მეგობრებო აი ესეთი ამბავი იყო რას ვიზამთ ესე ყოფილა თურმე ყველას გვაქვს შემოქმედებითი კრიზისები ოდესმე და ვაიმე ხო ესეთი ამბავი მქონდა რა მაგრამ მე მაინც ძალიან მადლობელი ვარ შენ ხო სახელში არ შეიტან კორექტირება სანამ ეს მე გეტყვი სახელსაც შეეხება სახელზე მუშაობა თუ გინდა ხო იყო ია მოვიტანეთ ინგა მუშაობს და ძალიან კარგად მიდის ეხლა უყურე ია ინგა ინგი ან ინგაია ინგილო ჟურნალისტი ქალი რომელიც პოლიტიკოსებს სიმართლეს თავზე აყრის აი ინგილო ეხა ახალ გადაცემას ვიწყებ მართლა შაბათობით და მაგ სლოგანს გამოვიყენებ აუცილებლად სიმართლეს თავზე რა ინგილო ჟურნალისტი ქალი რომელიც პოლიტიკოსებს სიმართლეს თავზე აყრის ბრავო ბანო მე შენთან მაქვს ეს ამბავი ეს ჩუპაჩუპსის იმიჯი როგორმე უნდა მოიშორო აი ხო ჩუპაჩუპსის აი ჩუპაჩუპსის რა არის მარტო ჰალსტოქი და თავი აი რამე აი მე დეტალი დავამატოთ რა გქო რა ეს ჩუპაჩუპსი დიდხანს არ გაკაჩავს ვან არ ვეღარ მუშაობს კარგი ძალიან გამიხარდა რომ გამოგიარეთ ინგა ძალიან გამიხარდა რომ გნახე კოც ძალიან ბევრ შემოკარგო